მოგესალმებით ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს ავტორო პროგრამას მეცნიერებათა განათლება. მე გახლავართ თემურ ჩილაჩავა, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეცნიერებისა და განათლების რეფორმის შესახებ და ამ რეფორმაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსპექტივა და ბედი. ჩემი სტუმრები ბრძანდებიან ხათუნა ამაღლობელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა მობრძანებისათვის და თორნიკე კურტანიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. დიდი მადლობა ბატონო თორნიკე მობრძანებისათვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 12 ზუსტად ერთი კვირის წინ 12 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა განათლების მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე გამოვიდა და გამოქვეყნდა პარალელურად მიღებები საბაკალავრო და რატომღაც უცბად სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარე წელს და შესაბამისი კვოტები. და აქ უკვე გამოჩნდა, გარკვეული ანალიზის შედეგად, წინა გადაცემის დროსაც მე ეს ვიხილავდი, რომ პრინციპი ამ რეფორმის ესე იგი მესვეურების მიერ ესე იგი წარმოდგენილი პრინციპი იმ 7 ჩამონათვალში პრინციპებს შორის ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტს საუბრობენ, მაგრამ გულისხმობენ ერთი სპეციალობა, რომ აქ ეს პრინციპი გარკვეულწილად ესე იგი იწვევს რამოდენიმე უნივერსიტეტის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას. კერძოდ ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის ავტორები საუბრობენ, რომ ჩვენ დავიცავეთ ეს პრინციპი, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი გულისხმობენ სპეციალობას, ჩვენ პატარა ანალიზის შედეგად აღმოაჩინეთ დარღვევები. და დარღვევები ეხება თბილისს. კერძოდ, ორ სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება არის შინაარსობრივად ერთ პროგრამაზე. მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებები გამოყოფილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200 ადგილი და ინფორმატიკა, ახლა მე ვერკვევი ამ დარგში, იგივეა, ეს შინაარსობრივად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 290 ადგილი. კიდევ უფრო დიდი დარღვევა არის, ეთქობა სიმბოლურიც არის, ორ ფაქტიურად დაჩეხილ უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მიღება, გამოცხადებულია, მიღება მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, ბატონო თორნიკე, მასწავლებლის ერთწლიან მომზადების პროგრამის ინტეგრირებით, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაჩეხილია, მიღება არის იმავე მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, რაც იყო ილიაში, ამ 5 პროგრამაზე კიდევ სოხუმის უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის, ინგლისური ფილოლოგიის, გერმანული ფილოლოგიის, რუსული ფილოლოგიის სპეციალობებს. პირდაპირ დარღვევა მაგ პრინციპის. ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, ანუ სპეციალობა. ასევე მაგისტრატურაში კვლავ თბილისში დარღვევაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკა და ფაქტიურად, გამოყენებითი ფიზიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი გასულ წელს და წინა წლებში ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად კონცენტრირდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე
2025 წელს ხალბატონ ხათუნა ბატონ თორნიკე ჩვენ მქონდა გამოცხადებული მიღება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1087 ადგილზე. გამოყენებული არ იყო ბოლომდე მგონი სადღაც 850, 900-მდე იყო და ზოგადად 25 წლამდე იყო მიღება 24 საბაკალავრო პროგრამაზე, 18 სამაგისტრო პროგრამაზე და 10 სადოქტორო პროგრამაზე. ახლა ამ პროგრამით ჩამონათვალს მე არ მოვიტან აქ, მაგრამ ესე იგი უკვე ამ წელს 2026 წელს ეს რეფორმა იმ არსებული 24 საბაკალავრო პროგრამიდან და არც ერთზე არ არის მიღება. მიღებას თავაზობენ ჯერჯერობით 5 ახალ პროგრამაზე, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ახალ პროგრამაზე, რომელსაც ჯერ არ გაუვლია აკრედიტაცია. შესაბამისად, იმ პროგრამებზე, რომელიც ამ წლამდე იყო 24 საბაკალავრო, მიღება არ არის. ხოლო მაგისტრატურაში საერთოდ ანულირებულია, ესე იგი, მიღება. შედარებისათვის ყველა უნივერსიტეტში, ბუნებრივია ხა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში, არ არის მიღება მაგისტრატურაში, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რომ ბოლო 20 წელია ილიას გახდა ერთ-ერთი კლასიკური, მესამე ადგილზე ვარ შინაარსობრივად, ყველა დანარჩენ კლასიკურ უნივერსიტეტს პატივცემ. მაგრამ ეს იცის საზოგადოებამ და ეს ამას ჩვენ დღეს ვაშვით. შესაბამისად, ამიტომ ჩვენ მე მინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამხვილოთ შემდეგს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აი ამ გამოცხადებული მიღების თანახმად ესე იგი მისაღებ სტუდენტთა კვოტა 92% მცირდება, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაქტიურად ახალი საბაკალავრო პროგრამის, რომელიც ჯერ აკრედიტაცია არ გაუვლია. აკრედიტებულ პროგრამაზე მიღება ნულია. მაგისტრატურაში ნულია მიღება. ახლა მე მინდა პირველი შეკითხვით გადავიდე ქალბატონ ხათუნასთან. ქალბატონ ხათუნა, თქვენ როგორც შეაფასებდით იმას, რომ 25 წელს თქვენს ფაკულტეტზე, სადაც თქვენ მოღვაწეობთ, ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საბაკალავრო პროგრამებზე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, თქვენ პროგრამაზე, რომლის ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებით, სოციოლოგიაზე, ფსიქოლოგიაზე, პოლიტიკის მეცნიერებებზე, საერთაშორისო ურთიერთობებებზე და პროგრამაზე, სამაგისტრო პროგრამაზე, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, სოციალურ ფსიქოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, პოლიტიკურ მეცნიერებებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე მიღება მიმდინარე წელს ნულია ჯერჯერობით დღევანდელი მონაცემით. ხო? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონ თემურ, მივესალმებით თქვენს სმენელს და მაყურებელს. თქვენ მართალი ბრძანდებით, მე წარმოვადგენ ფაკულტეტს, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, სადაც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 20-26 წლის სასწავლო წელს მიღება არ განხორციელდება. ყველა ეს პროგრამა საბაკალავრო დონეზე არის აკრედიტებული, სამაგისტრო დონეზე გამონაკლისის სახით არის ავტორიზებული. ჩვენ კლასტერულ აკრედიტაციას ველოდებოდი და აი ამიტომ სწორედ 2027-ში გვიწევდა კლასტერული აკრედიტაცია და სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, ჯობია ერთად შევიტანოთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, თუმცა ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის პროგრამები, სამაგისტრო პროგრამები ყველა იყო აკრედიტებული. რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, თუ შეიძლება ჩემი ამ კითხვას რო გავცე პასუხი თქვენის ნებართვით აი განათლების უწყვეტობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
არის ასეთი ძალიან ცნობილი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი მაქს შელერი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური ნაშრომი ადამიანის ადგილი კოსმოსში. რადგან ეს ანთროპოლოგია იყო და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად გვევლინება, ბუნებრივია მისი ეს ნაშრომი აი ამის გარშემო ტრიალებს ადამიანის ადგილი კოსმოსში. ეს ადამიანი სვამს კითხვას, რატომ აქვს ადამიანს პრეტენზია უნიკალურობაზე? ანუ რატომ აცხადებს ადამიანი პრეტენზიას, რომ ის არის უნიკალური არსება? ეს ამბიცია უნიკალურობაზე რატომ აქვს ადამიანს, ხო? და ამისათვის ის ამბობს ასეთ რაღაცას. მოდით ერთმანეთს შევადაროთო მცენარეთა სამყარო, ცხოველთა სამყარო და ადამიანი. ცოცხალი ორგანიზმი შევადაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მცენარეც ცოცხალია, ცხოველიც ცოცხალია და ადამიანიც ცოცხალია. აღმოჩნდა რომ ნახეთ ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის გრძნობადი ტოლვა, ინსტინქტი, აქვს როგორც ცხოველს, მცენარეს, ასევე ადამიანს. ასოციაციური მეხსიერება და პრაქტიკული ინტელექტი გააჩნია ადამიანსაც და ცხოველსაც. და ისმის კითხვა კი, მაგრამ თუ პრაქტიკული ინტელექტიც გააჩნია ცხოველს, ხო? ნუ მაშინ რაში გამოიხატება ადამიანის უნიკალურობა? ერთადერთი რითაც ჩვენ გამცხვავდებით ყველა სხვა დანარჩენი ცოცხალი არსებებისაგან, ეს არის ჩვენი გონითობა. ჩვენი გონითობა, რომელიც მდგომარეობს განვითარებაში და ღიაობაში. ღიაობა სამყაროს მიმართ. შელერი ძალიან მკაცრად და ცალსახად მიუთითებს, რომ თუ ცხოველი ღიაა მხოლოდ გარემოსადმი, რომელსაც ის არ ქმნის, ის მას მზამზარეული სახით ეძლევა, ადამიანი ქმნის გარემოსგან სამყაროს, ანუ იმ სამყაროს, რომელსაც აქვს ადამიანურობის ბეჭედი აზის თან. ანუ აი ეს ღიაობა სამყაროს მიმართ, მისთვის ნიშნავს განვითარებაში ყოფნას. განვითარება კი თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია მოგეხსენებათ განათლებასთან. ეს ორი მოცემულობა, განათლება და განვითარება კორელაციური ცვლილებებია. ერთმანეთთან კავშირში მყოფი ცვლილებებია და ამიტომ ბუნებრივია რომ განვითარება განათლების გარეშე არ არსებობს. ბუნებრივია, როცა ჩვენ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე. პროგრესულ განვითარებაზე და არა რეგრესზე, იმიტომ რომ რეგრესიც განვითარების ერთ-ერთი სახეა, ხო? ჩვენ საუბრობთ პროგრესზე, იმიტომ რომ პროგრესის გარეშე ბუნებრივია ვერც ადამიანი განვითარდება და ვერც სამყარო. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ნახეთ, სოხუმის უნივერსიტეტი, როდესაც დაფუძნდა უკვე თბილისში, მან არა მარტო ის სპეციალობები აღადგინა, რომელიც არსებობდა სოხუმში და რომლითაც ის გადმოვიდა თბილისში, არამედ დაამატა ახალი სპეციალობები. ანუ არსებობდა ბაზისი, რომელსაც დაეშენა ახალი სპეციალობები. ეს ახალი სპეციალობები არის სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ უნივერსიტეტი პროგრესირებს. მისი ინვესტიცია განათლებაში გამოვლინდა სწორედ იმაში, რომ ის არ დაკმაყოფილდა იმ მიღწეულით, რომელიც მას ჰქონდა სოხუმში, იმ სპეციალობებით, რომელსაც ის განვითარებდა სოხუმში და უკვე დევნილობაში მან გააფართოვა არეალი საკუთარი საქმიანობისა და იმდენად ბევრი ახალი სპეციალობები შექმნა, რომელიც მოთხოვნადია, რომელიც შრომის ბაზარზე არის ორიენტირებული და მოდით ასე ვთქვათ, სადაც ადგილები ყოველ წელს ივსება. არ აკლდება, არამედ ივსება. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სპეციალობები, რომელსაც ჩვენ უკვე კლასიკურ სპეციალობებს უწოდებთ, არა, არის ის ბაზისი, რომელზეც უნდა დავაშენოთ ახალი პროგრამები. განა უარს ვამბობთ ახალ პროგრამებზე, განა უარს ვამბობთ განვითარებაზე, განა უარს ვამბობთ რაღაც აღმასვლაზე, რა თქმა უნდა არა. მაგრამ
ამისთვის საჭიროა ბაზისის შენარჩუნება იმ სახით, რასახითაც არა განადგურება. ბაზისის შენარჩუნება იმ სახით, რასახითაც ის არსებობს და შემდგომ უკვე როგორც ზედნაშენი დავაშენოთ ახალი სპეციალობები. როდესაც ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ მოკლედ დუბლირებული არც პროგრამები, არც საბაკალავრო და არც სამაგისტრო პროგრამები არ შეიძლება არსებობდეს სოხუმის უნივერსიტეტში, იმ პრინციპით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და რადგანაც მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა არსებობდეს კლასიკური სახით ყველა ეს სპეციალობა, ჩვენ რა თქმა უნდა დავიწყეთ ფიქრი მის თაობაზე, თუ ჩვენი სტაფით, ჩვენი ინტელექტუალური რესურსით, იმ გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში დაგვიკროვდა, რა შეიძლება შევთავაზოთ საზოგადოებას. ახალი, ხო? არა, რადგანაც ძველი განხორციელება არ შეგვიძლია, იმ ცოდნაზე რა შეიძლება დავაშენოთ, რომელსაც ჩვენ ვფლობთ სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და ასე შემდეგ. და მინდა თქვენის ნებართვით წავიკითხო, ნახეთ, ჩვენ შევთავაზეთ ისეთი სპეციალობები და ისეთი პროგრამები უკაცრავად, აი როგორიც არის კონფლიქტები და ეთნოპოლიტიკა. მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივად საინტერესო პირდაპირ აფხაზეთთან მიმართებაში შეიძლება განვიხილოთ ეს. რა თქმა უნდა, საბაკალავრო. ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა და მშვიდობის კვლევები. ხო, მშვიდობას სწავლება სჭირდება, მშვიდობას კვლევა სჭირდება. ეხლავე თუ შეიძლება ჩამოთვლი კიდევ ბატონო თემურ, ციფრული და ქცევითი მეცნიერებები, სოციოლოგიას შევთავაზეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროგრამა ანთროპოლოგია და სოციალური პოლიტიკა. თუ შენ იცი როგორია შენი ქვეყნის, შენი სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა, შენ უკვე შეგიძლია ისაუბრო როგორია, როგორ სოციალურ სახელმწიფოში ცხოვრობ შენ, ხო? რა მექანიზმებით იქმნება სოციალური სახელმწიფოს ცნება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო, რომ მას ჩვენ სოციალური ვუწოდოთ, როგორც ასეთი. და ბუნებრივია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამებიც შევთავაზეთ. ნუ ჯერჯერობით პასუხი უარყოფითია, იმიტომ რომ ჩვენთვის შემოთავაზებულია მხოლოდ იცით თქვენ ეს აგრონომია, ქართულ-აფხაზური ლიტერატურა და პედაგოგიკა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი აი ეს საბაკალავრო და შესაბამისი სამაგისტრო პროგრამები ამ სამ მოთხოვნაში ვერ ვждებით, როგორც ასეთი, ხო? ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორმე განვითარდეთ. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა და რა თქმა უნდა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ როგორც მოხდა და სწორად მოხდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში არის კლასიკური უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე არის რა თქმა უნდა სპეციფიკის, მაგრამ საზღვაო აკადემია იმას სხვა სპეციფიკა აქვს. იქ და არა მარტო დაუტოვეს ყველა სპეციალობა, მედიცინა, სამართალი და კლასიკური. ეს ძალიან კარგია, მე ბათუმი მიყვარს სოხუმის შემდეგ. მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტო ის ხალხს ეთყობა არ აქვსოს, ერთ-ერთი პიროვნება გამოვიდა და თქვა, რომ 90 წლამდეო ბატონო თორნიკე საქართველოში იყო ერთი უნივერსიტეტიო, დედა უნივერსიტეტი. შევახსენებთ ხალხს, რომ 1932 წლიდან როცა გაიხსნა სოხუმის პედინსტიტუტი, უცბად შემოვიდა კლასიკური სპეციალობები, მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა და ასე შემდეგ, ხოლო 79 წელს ამიერკავკასიაში მეოთხე უნივერსიტეტი დაარსდა თბილისის, ერევნის, ბაქოს, შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისში მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, ბათუმში და ასე შემდეგ. შესაბამისად, სოხუმის პედინსტიტუტი რომ გადაკეთდა 79 წელს, ამას ახლა ჩვენ არ შევეხებით, ეს ალკე საკითხია, პოლიტიკური საკითხი როგორი იყო და ეს კარგად ვიცით, მაგრამ ახლა ამის არ არის. შემოვიდა 79 წლიდან სამართალმცოდნეობა და ეკონომიკა. იყო 6 ფაკულტეტი, ამასაც ახლა არ შევეხებით, შესაბამისად, ჩვენ უკვე სოხუმში ვიდრე გადმოვიდოდი თბილისში, ყველა კლასიკური სპეციალობა იყო. შინაარსობრივად, მეტიც. ალიკო გვარამია, რომელიც დღეს არის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,
ჯერ კიდევ 85 წელს შემოიღო სპეციალობა გამოყენებით მათემატიკაში, რომელიც თბილისში რუსული სექტორი, მე ფილიალი რომ შეექმნა, ჩვენ ქართული გავაკეთეთ, თბილისში გადმოვიტანეთ და პირველი მაგისტრატურა საქართველოში მათემატიკაში, გამოყენებით მათემატიკაში ჰქონდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე ჩვენ გვაქვს რამოდენიმე უძლიერესი სამსაფეხურიანი პროგრამა. პირდაპირ ლაპარაკობთ გამოყენებით მათემატიკა, მიკრობიოლოგია, ქართული ენა, ლიტერატურა, თქვენი და განსაკუთრებით კიდევ ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე ისტორიის პროგრამას. მე მინდა თხოვო თორნიკე რომელმაც დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ისტორიაში და დღეს არის მოქმედი დოქტორანტი, მიმართულების ლიდერი, პროფესორი ზურაბ პაპასკირი და აი როგორ შეაფასებდეთ იმას, რომ კლასიკურ პროგრამაზე და როცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომდინარე ყველაფრისგან ყველაზე სახელმწიფოებრივად პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რაღაცა გაგებით შეიძლება ზოგიერთ კიდევ სხვა დიდ უნივერსიტეტთან უფრო მეტად. მიღება ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე არის ანულირებული. ხოლო 3 დღის წინ გამოცხადებული მიღება სადოქტორო პროგრამაზე ისტორიაში ჩემს გამოყენებით მათემატიკის შემდეგ, ჩემის აზრით, შუა სასწავლო წელს, როცა მართლაც ნაკლებად მოდიან სადოქტორო პროგრამაზე და სექტემბერში უფრო მოდიან, ემსახურება ჩემის აზრით პროპაგანდისტური ნაბიჯია, მე რომ დაანახონ საზოგადოებას, ხო ხედავ, გამოაცხადეთ დოქტორანტურაში, მაგრამ ხალხი ან არ მოვიდა ცოტა და ამიტომ გაუქმება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სწორი იყო. აი, თხოვთ ბატონო თორნიკე და მე აი მინდა სტუდენტების აზრი გამოთქვათ, იქ იყო განცხადებები, მიტინგები და თხოვთ ბატონო თორნიკე. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო თემურ. სასიამოვნოა თქვენს სტუდიაში ყოფნა. თემა ნამდვილად მძიმეა და საკითხი არის მრავალ სიფრთხეანი, მრავალი სიფრთხე აქვს ამ საკითხს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რეფორმა და ზოგადად განათლების რეფორმა არ შეიძლება ყოველთვის ასე ნეგატიური სახით შევხედოთ მას, მაგრამ არსებული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ლიდერი უნივერსიტეტების პრაქტიკულ გაუქმებას, ლიდერი სპეციალობების მათთვის ჩამორთმევას და პრინციპით ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, ჩემი აზრით დღევანდელი მოცემულობით არის რბილად რო ვქვა სიბრიყვე და ცოტა მკაცრი ტონით ალბათ ეს არის ღალატი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თქვენ კიდე აღნიშნეთ, რომ არის განმორჩეული უნივერსიტეტი ამ თვალსაზრისით. რა განაპირობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული სტატუსი. თვითონ პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თვითონ ეს კანონი ირღვევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. რამე თუ მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ პირველ რიგში შევახსენო იმ ადამიანებს, ვინც ეს კანონი დაინიცირა, რომ ქალაქი სოხუმი არ არის თბილისში. და შესაბამისად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ ეკუთვნის ქალაქ თბილისს, არამედ ეკუთვნის სოხუმს. ეკუთვნის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. თვითონ აი ეს მოცემულობა უკვე არღვევს იმ კაზუსს, რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი. ახლა გადავიდეთ იმ ნაწილზე, თუ რა მნიშვნელობის არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნება იმ ფორმით, მინიმუმ იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს. აქ იქნა თქვამი, რომ სოხუმის უნივერსიტეტი გაიზარდა წლებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სადაც ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სტრუქტურის მიზანი უნდა იყოს გაზრდა და კიდევ უფრო ფართო სივრცეზე გასვლა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი მსხვილი და ყველაზე მოქმედი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენ ოკუპირებულ აფხაზეთთან გვაკავშირებს. წარმოვიდგინოთ უეცრად ჰიპოთეზა, რომ აღდგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე საჭირო იქნება ძალიან ბევრი ღონისძიების გატარება ჩვენს დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ისე ისტორიულ რეგიონში. იქ
მთელი რიგი სისტემები იქნება ასაწყობი და ჩვენ გვექნება უნივერსიტეტიც კი თავიდან ასაწყობი. როგორც მინიმუმ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ჩვენ მინიმუმს 8 წლის მანძილზე იქ გაზრდილი დოქტორი არ გვეყოლება. ეს არის კატასტროფა. როგორ შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ისტორიაში და სხვადასხვა სპეციალობები, ლიდერი სპეციალობები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, აფხაზეთში დაბრუნებიდან 8 წლის თავზე თუ გამოუშვა პროფესორი, ესეც ჯერ საკითხავი იქნება. რაც შეეხება სტუდენტურ წინააღმდეგობას. სტუდენტური წინააღმდეგობა არის შეუვალი. მე მინდა ვთქვა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავყო ორ ნაწილად, ჯანსაღი ნაწილი მისი და არიან ადამიანები, რომლებიც ჩემის აზრით ძალიან დიდ შეცდომაში არიან შესული, სულ მცირე, რომლებიც იცავენ იმ რეფორმას, რომელიც საერთოდ არ ემსახურება არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არც განათლების საკითხს და სტუდენტებზე და სხვა პერსონალზე ფიქსზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თვითონ რეფორმა შინაარსით შეიძლება ზოგიერთისთვის ლამაზადაც ჟღერდეს, მაგრამ როდესაც რეფორმის მიზანი არ არის აკადემიური და არის პოლიტიკური, ეს არის მკაფიო დადასტურება იმისა, რომ იგი არის კონკრეტული მიზნისთვის განხორციელებული. და ეს მიზანი არის სტუდენტური ხმის ჩახშობა, უნივერსიტეტების გათიშვა, საერთო საპროტესტო აქციებიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე მრავლად მიმდინარეობს ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, სადაც თავარ ფარვარტერში არიან ესე ვთქვათ, სტუდენტები. ჩვენ ორშაბათს და დღესაც გავუმართეთ აქცია ორშაბათს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ხოლო და მე მინდა ვთქვა, რომ ძნელად გასარჩევი იყო იქ სტუდენტი უფრო მეტი იყო თუ პროფესორი და შეიძლება პროფესორები კიდევ უფრო მეტი და ეს კარგია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროფესურის უდიდესი ნაწილი აპროტესტებს ამ ასე ვთქვათ აქტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღეს, ჩვენ ვიყავით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ, სადაც იგივე ტიპის მოთხოვნები გავაჟღერეთ და ეს მოთხოვნები რა არის? პირველ რიგში, შეჩერდეს კანონის მოქმედება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ის არის ქმედებაში მოყვანილი. მეორე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განიხილონ მისი სტატუსის მიხედვით, რომ იგი არის დევნილი უნივერსიტეტი. მესამე, საკითხის განხილვაში უნდა იყოს ჩართული განათლების ექსპერტები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აკადემიური პერსონალი. თქვენ იცით, ახსენეთ კიდევ შესავალ სიტყვაში, რომ მინისტრის მოადგილე იყო სამშაბათს მოსული უნივერსიტეტში, სადაც პროფესორმა ზუდა პაპასკირმა გამოსვლისთანავე თქვა ასეთი სიტყვები, რომ მან თქვა, რომ კი მე მესმის თქვენ რასაც ამბობ და ციტირებ მის სიტყვებს. თუ თქვენ გესმით, რასაც აკეთებთ, მაშინ ეს არის მავნებლობა. და ნამდვილად ეს არის მავნებლობა. მათ ძალიან კარგად ესმის, რაც ხდება. და მეორეც მინისტრის მოადგილე მოვიდა. ადამიანი, რომელიც პრაქტიკულ გადაწყვეტილებას ამ საკითხში ვერ მიიღებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აფხაზეთმა და ჩვენმა დევნილმა საზოგადოებამ რატო ვერ დაიმსახურა უფრო დიდი ყურადღება ამ სტრუქტურებით. თავრობის სტრუქტურებს გულისხმობ. შემდეგი ნაბიჯი ჯერ დაგეგმვაშია, იქნება დედაენის ბაღში აქცია, რომელსაც უკვე უნდა შეუერთდეს არა მარტო სტუდენტები და პროფესურა, არამედ უნდა შეუერთდეს დევნილი საზოგადოება. რამე თუ ეს არის მათი უნივერსიტეტი და მათი უფლება. ეს ასევე არ არის ამდენად ვიწრო საკითხი, იგი არის საქვეყნო საკითხი და ამ საქვეყნო საკითხთან დაკავშირებით სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ჩვენს აქციას. რამოდენიმე მათგანი სიტყვითაც გამოვიდა და ისინი უცხადებენ სრულ სოლიდარობას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მეც სოლიდარობას უცხადებს ყველა უნივერსიტეტს, რომელმაც ზიანი მიიღო ამ რეფორმის შედეგად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეფორმის შინაარსის გათვალისწინებით არის ყველაზე დაჩაგრული უნივერსიტეტი, რადგანაც პირდაპირ რას ამბობს ხელისუფლება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრუქტურულად ეკუთვნის ქალაქ თბილისს და არ ეკუთვნის ქალაქ სოხუმს. მაშინ მე იგივე ადამიანებს, მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მინდა მივმართოთ. ის თბილისს ეკუთვნის? თბილისში რომ აქვს ყაზბეგზე მთავრობის სახლი, ეს თბილისს ეკუთვნის თუ ის მათი საქმეა, რომ აფხაზეთისთვის იღვაწო. მე მინდა მივმართო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და მივმართო აფხაზეთის მთავრობას. მათი ერთადერთი ფუნქცია დღეს ქვეყანაში არის
იბრძოლონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, ყველაზე აქტიური, ყველაზე ქმედუნარიანი სისტემა არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი სამეცნიერო ნაშრომი არის დაწერილი კონფლიქტოლოგიაზე, აფხაზეთის კონფლიქტზე პირადად და როგორ არის ჩაბმული ეს უნივერსიტეტი საინფორმაციო ომში. თქვენ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით, რას წერენ დღეს სოხუმის ესე ვთქვათ, სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები და რუსები აი ამ ქმედებაზე. როდესაც ირონიის მომგვრელი ხდება, მათთვისაც კი და უყურებენ რა ხდება აქ და მოწონთ ეს ყველაფერი და ამით სიამოვნებას იღებენ, როდესაც მტერს შენ აყენებ სიამოვნებას, ნუ თუ ვერ უნდა ხვდებოდე, რომ ეს არის მავნებლობა. მაგრამ ფაქტი რა არის, იცით? ისინი კარგად ხვდებიან, რასაც აკეთებენ და სწორედ იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, ეს აღარ მავნებლობას და შეცდომას ზელაპარაკი ზედმეტი, ეს არის ღალატი. ჩვეულებრივად სახელმწიფოს ღალატია. ამას მიყვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაუქმება, რომელიც საერთოდ ტყილა არის, არაფერს არ აკეთებს მართლა, მაგრამ არის უწყვეტობის და ლეგიტიმურობის და ის ქმედითი უნდა გავხადოთ და არ უნდა გავაუქმოთ, მეც ამის მომხრე ვარ, ქმედითი უნდა გავხადოთ. მოყვება აფხაზეთის მთავრობის გაუქმება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გაუქმება, ამას მოყვება აფხაზეთის როგორც სახელმწიფოს აღიარება და ის ბოდიშის პოლიტიკა, რომელიც ალბათ თქვენ მოისმინეთ წინასაარჩევნოდ, იქნება ქმედებაში მოყვანილი. თან არ დაგავიწყდეთ მართველი პარტიის დაპირება წინასაარჩევნოდ, როდესაც მათ მიიღეს 4 წლიანი მანდატი, საპარლამენტო მანდატი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებით. მე მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო რაციონალური აზრის გამოტანა ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც პირველი ნაბიჯი ამ საკითხში არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური სტატუსის გაუქმება, რამდენად არის ეს რეალური და გულწრფელი მიზანი? მადლობა ბატონ თორნიკე, აი 16 თებერვალს მეორე კორპუსის წინ მეც ესწრებოდი ამ შეხვედრას 7 საათზე სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ და აი მეორე დღეს, აი პროფესორების აღშფოთების შემდეგ მეორე დღეს ქალბატონი თეა ჯუღელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმაზე რაც იქ ესე აძლევს ინტერვიუს BMG-ს სხვათა შორის წამყვანი არის თელარა გელანტია, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და იქ მაგალითად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვაზე BMG-ს კორესპონდენტს უთხრეს, რომ საქართველოს ესე იგი როცა პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავრცელების მიზეზს შეეხება და იქ იყო საუბარი იმას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატება ქალბატონო ხათუნა ყველა ის ფაკულტეტი, რომელიც დღეს არისო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, όπως ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის თანავეო. ესე იგი, როცა ჩვენ სოხუმში ჩავალთ, მანამდე რა თქმა უნდა უნივერსიტეტი განადგურებული იქნება და დაემატება სამედიცინო სამართალი უკვე განადგურებულ უნივერსიტეტს. ეს ფაქტია, რომ ისინი მათ არ გააჩნიათ არანაირი იმედი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ისინი რომ თავიანთ 4 წლიან მანდატში ელოდებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არ დაიწყებდნენ უნივერსიტეტის ნგრევას. მაგრამ მიზანი ფაქტია, რომ მათ ნგრევით არათუ დაიწყეს დაბრუნება, არამედ დაიწყეს იმის ჩაბარებაც, რაც კი ჯერჯერობით შენარჩუნებული გქონდა. ასევე აი ამ ინტერვიუში ქალბატონი თეა ჯუხელი სწორად აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დევნილ სტუდენტთა რაოდენობა არისო ცოტა. მაგრამ შევახსენებ ქალბატონ თეა ჯუხელს თელ რეტროსპექტივას რატომ არის ცოტა და ვინ არის ამაში დამნაშავე. ბატონო თორნიკე, თქვენ მაშინ ალბათ სკოლაში იყავით და 2005 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო პროფესორი ოთარ ჟორდანია და მაშინ ჩვენ მეც მუშაობდი პრორექტორად და მაშინ აფხაზეთის მკვიდრთათვის იყო ყველანაირი შეღავათი. მაგალითად,
ვინც შედარებით მომზადებული იყო, ისინი ირიცხებოდნენ პირდაპირ უკონკურსოდ უფასო სპეციალობაზე, ხოლო ვინც შედარებით ახლა გალის რაიონში როცა ეგრძალება ქართული ენა, ახლა ყველა არ არის ხო მომზადებული. ისინი ირიცხებოდნენ ფორმალურად ფასიან განყოფილებაზე და უნივერსიტეტი იღებდა ამ ხარჯებს თავის თავზე, ანუ ფაქტურად არ ახდევინა. შემდგომში პირდაპირ ლაპარაკობს, სწორად უნდა გამიგოს საზოგადოებას. ვატონ ოთარო ჟორდანიას შემდეგ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრებმა დაწყებული ალექსანდრე ლომაიას, რომელიც იყო ჩემი აზრით მეცნიერების და განათლების პირველი დამანგრეველი საქართველოში და შემდგომში გააგრძელეთ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელად ინიშნებოდნენ არა აფხაზეთელები. ახლა გვარები ცნობილია არ დავასახელებ. რომელთათვის აფხაზეთი მხოლოდ იყო ჩემი აზრით თავის კარიერის რაღაცა ეტაპი, რომ მერე შექმნან თავისი კარიერა სხვა დაწესებულებაში. მათ ნაკლებად აღელვებდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედი, მით უმეტეს დევნილ სტუდენტთა ბედი, აღელვებდათ მარტო თავისი, როცა ვადა გაუვიდოდათ 8 წლიანი 2-4 მერე თავისი ის. რა თქმა უნდა, დევნილ სტუდენტთა პროცენტი კლებულობდა. დღეს ზუგდიდში დევნილ სტუდენტების რაოდენობა მეტია, როგორც ხალბატონ თეა საუბრობს და ასევე მისი კოლეგა ბატონი ზვიად გაბისონია, სწორია. და რატომ არის ეს ასე? ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ის დევნილი სტუდენტი, რომელიც გადმოდის საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, ემგურზე, დილით რომ მოისმინოს ლექცია ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში და მერე დაბრუნდეს უკან და მას არ აქვს შესაძლებლობა თბილისში სოხუმის უნივერსიტეტში ისწავლოს, რომ დაიქირავოს ეს დაუშვათ აქ ბინა და ამის ხარჯები არ აქვს. აფხაზეთის თქვენ ბრძანეთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი 30 მილიონზე მეტია. რამდენ სტუდენტს დაეხმარეს თბილისში ბინით? რამდენს ამოუდგენ ხარჯი? ამიტომ ის რომ სტუდენტთა რაოდენობა დევნილების სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა არის, დამნაშავეა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, როგორც სააკაშვილის დროს, ასევე შემდგომში. განსაკუთრებით დამნაშავე არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც პარაშუტისტებს გისვამდა კომისრებს, პოლიტიკურ კომისრებს რექტორებად და დამნაშავე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს დევნილი სტუდენტების ბედი. ამიტომ სანამ ვიტყვით რაღაცას, გავიაზროთ ეს, თუ ამის საშუალება გვაქვს. ახლა უყურეთ რა მდგომარეობა არის. ესე იგი მე სამწუხაროდ ვერ შევძელი 18 თებერვალს ოჯახური პირობების გამო და მომბრძანდა საკმაოდ კვალიფიცირებული იურისტი ბატონი ზვიად გაბისონია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მე ვიცი, იქ პროფესორი პაპასკირის ხვეები, მირესაშვილის ხვეები იყვნენ, ხალბატონო ხათუნა თქვენ ბრძანდებოდით და რამე თქვა მან ამ შეხვედრაზე, სადაც მოყვებოდა აფხაზეთის ბატონო თორნიკე კიდევ რა არის უბედურება. იქ ორი მინისტრი მოყვა. ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებულია და მთავარი მინისტრი ისიც კურსდამთავრებულია სოხუმის ეკონომიკის ფაკულტეტის. ხმას არ იღებენ. მე რამდენად ვიცი, აი თქვენ ერთ-ერთი პიროვნება იქ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორია ეს. მხარი დაუჭირა ამ რეფორმის, რომლის თანახმად მისი კათედრა და სპეციალობა იხურება. ეკონომისტი. და რამე ესე იგი საიმედო ბრძანა ბატონ ზვიად გაბისონიამ 18 თებერვალს კოლექტივთან შეხვედრის დროს. ბატონ თემურთელინ რიტორიკული კითხვა დასვით. ბატონი ზვიად გაბისონია თქვენ მართალი ბრძანდებით, ნიჭიერი ადამიანია.
და მისი გამოსვლა ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა თვალსაზრისით. უბრალოდ სანამ გავაგრძელებდე, მინდა ერთ თქვენს წინა აზრს გამოვეხმაურო. თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენთან ძალიან დაბალი პროცენტია აფხაზეთიდან წამოსული ახალგაზრდების. დღეს დღევანდელ დღეზე ვსაუბრობ. ამიტომ ნახეთ, თქვენ მართალი ბრძანდებით, რაღაცა ერთობლივი ძალებით აფხაზეთის მთავრობის უნივერსიტეტის ერთი კამპუსი რომ აშენებულიყო. სპეციალურად სწორედ ასეთი სტუდენტებისთვის, რაც შეიძლება მეტი მოვიზიტოთ აფხაზეთიდან, ეს სტუდენტები ჩაირიცხონ სოხუმის უნივერსიტეტში, გაიცნონ ენგურს გამოღმა არსებული საქართველოს ცხოვრებას, იმიტომ რომ მათ მე მგონი ამის შესაძლებლობა ნაკლებადაა აქვთ, როგორც ასეთი, ხო? ესეთი კამპუსების, როდესაც მე ვისაუბრე განვითარებაზე, ერთ-ერთი გამოწვევა და მოდით ასე ვთქვა, დროის გამოწვევა არის სწორედ კამპუსების არარსებობა სოხუმის უნივერსიტეტში. იმიტომ რომ კამპუსი საცხოვრებელი, სადაც სტუდენტი შეძლებს ცხოვრება, შეძლებს მეცადინეობა, შეძლებს განვითარებას, ხო არა? ამისთვის აუცილებელია ისეთი ფართის არსებობა, სადაც მას შეიძლება სწავლაც, ცხოვრებაც და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში განვითარება გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებასაც უპირველეს ყოვლისა და დაკმაყოფილებას ყველა იმ აუცილებელი მოთხოვნებისა, რომელიც დევნილ ახალგაზრდებს გააჩნიათ ზოგადად. ეხლა რაც შეეხება ბატონი მინისტრის მოადგილის მობრძანებას უნივერსიტეტში უკაცრავად. ეს როგორც გითხარით, საინტერესო იყო, მან კიდევ ერთხელ გაგვაცნო სახელმწიფოს ხედვა, სახელმწიფოს მიდგომა, ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, უკაცრავად ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის, რომ ყველა კლასიკური სპეციალობა იქნება მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და რომ ჩვენ ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ აი იმ სამ სპეციალობაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, აგრონომია, პედაგოგიკა და ქართულ-აფხაზური ლიტერატურა. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მე მგონი ბატონო თემო, რომ ახალი სპეციალობების დამატება ცუდი არ არის ნამდვილად, ხო? არა? ძველი შენარჩუნები. რა თქმა უნდა, იმის სწორედ ამის თქმა მინდა, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ მოვამზადეთ კარგ პედაგოგებს, ხო, ფიზიკის, ქიმიის, კარგ პედაგოგებს, ქართული ფილოლოგიის და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როდესაც სკოლა მართლაც ბაზისია იმისა, რომ მოამზადოს, რაც შეიძლება ერუდირებული, გარკვეული უნარების მქონე ახალგაზრდა და მოამზადოს შემდგომი ცხოვრებისთვის, შემდგომი სოციალიზაციისათვის საუნივერსიტეტო სივრცეში, ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ მოვაცილოთ ამას ყველაფერი ის, რაც შეგვიქმნია, ის, რაზეც აქ მოვსულ ვართ, ხო? აქამდე მოვსულ, უზარმაზარი შრომა დახარჯულა, უზარმაზარი რესურსი, ადამიანური, ინტელექტუალური, მატერიალური, ფინანსური თუ ასე შემდგომ, მისი განადგურება რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ არ შეიძლება. ნუ ბატონი მინისტრის მოადგილის სახით ჩვენ გველაპარაკებოდა სახელმწიფო კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ და უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ ახალ პროგრამებზე, ოღონდ პროგრამებზე, რომელიც აი ამ სამი სპეციალობის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ. მადლობა, ქალბატონ ხათუნა, თქვენ ბრძანეთ ის, რომ თქვენ რადგანაც ეს პრინციპი რა თქმა უნდა ირღვევა იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ დავუშვათ კიდევ მეორე არგუმენტი, რომ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროგრამები, თქვენაც არადგინეთ, ჩვენც ქონდა საუბარი გამოყვეთ მათემატიკა, მათ მოდელირება ასე შემდეგ. და ალბათ ისტორიკოსების რაღაცა ზუსტად ისტორია არ იყოს, რაღაცა წარადგენთ, მაგრამ ეს პროგრამები არ მიიღეს. და მიიღეს მხოლოდ ის, რაც აგროს ეხება. ახლა, ჩემს ფაკულტეტზეა და თითქოს მე უნდა ვიყო შედარებით კმაყოფილი, მაგრამ მე არა ვარ კმაყოფილი. 4 პროგრამაზე მიიღო აკადემიურ საბჭომ, რომ განხორციელდეს მიიღება, მაგრამ აკრედიტაცია უნდა გაიაროს პროგრამები. პროგრამა უზრუნველყოფის ინჟინერია, დრონების ტექნოლოგია, იგულისხმება სოფლის მეურნეობისათვის დრონები, რომ დაიჭირონ ის ამერიკული პეპელა და შემდეგ და აგროსისტემები.
ბიოტექნოლოგია ეს შესაძლებელია ჩვენ ძლიერი სპეციალისტი ხვალთ მიკრობიოლოგი ბატონ ზურაბ ლომთათიძე მისი გუნდი ეს კარგია აგროტურიზმის და გარემოს დაცვა საერთოდ მე მიკვირდა ადრე სულ სვამდი კითხვას როცა ჩვენ სოხუმელებს ყავს საერთაშორისო დონის სპეციალისტი პროფესორი მალხაზ ღვინჯილია რატომ გავუშვით წინა წლებში სოხუმის უნივერსიტეტიდან მათ შორის ზურაბ ხონელიძე ის არის რამოდენიმე უნივერსიტეტში ბატონი მალხაზ ღვინჯილია წამყვანი პროფესორი ტურიზმში და აგროტურიზმი და გარემოს დაცვა. ნუ ახლა სოხუმის უნივერსიტეტი ტურიზმის სპეციალისტი ხოროცა არის ბათუმის, თბილისის ყველგან უნდა ყოფილიყო და კარგია. ასევე გეოეკოლოგია და მწვანე აგროგარემო. ნუ აი ეს. და ასევე განათლების ფაკულტეტზე სკოლამდელი განათლება. მაგრამ თქვენ როცა განათლების სამინისტრო არც ერთ ინიციატივაზე რომ კი ბატონო შეიძლება შევცვალოთ სახელი ცოტა ისტორიას ყველასთან დავარქვათ რომ არ დაემთხეს ესეულს ან როგორც ჩვენ გავაკეთეთ თქვენ გააკეთეთ როგორ ფიქრობთ თქვენ როცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება ისტორიის მიმართულება სოციოლოგიის მიმართულება კლასიკური საუნივერსიტეტო ფილოსოფიის გარეშე ეს არის ხო და ასევე რა თქმა უნდა მათ მოდელირება სადაც საქართველოში პირდაპირ გეუბნებით ლიდერები ვართ მაშინ რა ხდება? გვინდათ რომ გადავიყვანოთ მარტო აგრონომიურზე, რატომ აკეთებთ ამას? სწორად ძანა ბატონ თორნიკამ რომ ის უნივერსიტეტი დღეს თუ დაანგრევდა, თქვენ უნდა იცოდეთ რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კრასნოდარის უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები, ახლა რუსები შეიძლება პოლიტიკურად არ მოხდოდნენ, მაგრამ სპეციალისტებია. ჩადიან სექტემბერ-ოქტომბერში მარტო გიორგი ანჩაბაძე არ ჩადის თბილისიდან ისტორიის წასაკითხად სოხუმში, არამედ რუსები ჩამოდიან მოსკოვიდან, კრასნოდარიდან და ცდილობენ ამოქაჩონ. ალეკო გვარამია, ჩემი კოლეგა პირდაპირ გეუბნებით, ძალიან გონიერი კაცია. და მან იცის ეს სასწავლო პროცესი, თქვენ იცნობთ მაგას სოხუმიდან კიდევ და შესაბამისად ისინი თავის უნივერსიტეტს აფხაზეთის ავითარებენ და ჩვენ ვსპობთ. აი ეს ახალგაზრდა მინდა განსაკუთრებით აღნიშნო ეს ახალგაზრდა თორნიკე კურტანიძე რომელიც არ არის აფხაზეთიდან მაგრამ როცა მოხდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულებას სადაც ძალიან ძლიერი სპეციალისტები ომ გამოვლივი საქართველოს თეატრალობის ესე იგი აღდგენისთვის მეომრები უყვებოდნენ აი მინდა თქვენ ეს აი ხომ შეგაყვარეს მათ ახლა თქვენ ისტორია გიყვარდათ მაგრამ ხო შეგაყვარეს აი ეს მინდა გაუსვათ არა მარტო დერნილი ბავშვებისთვის მუშაობს არამედ საქართველოს ყველა ახალგაზრდას მე დედაინის ბაღში ილიაუნის აქცია იყო და იქ თხოვეს სიტყვით გამოსვლა და ზუსტად აი ეს სიტყვები თქვი რაც თქვენ თქვით ახლა ბატონო თემურ რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა პატრიოტიზმი იბადება აუდიტორიაში, როდესაც პროფესორი გიყვება ომის წლებს, როგორ იყო ციხეში, როგორ ჩახედა სიკვდილს სახეში და როგორი დიდი ენთუზიაზმით ცდილობს იგი აქ გაზარდოს ის თაობა, რომელიც მასთან ერთად დაბრუნდება აფხაზეთში. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყველაზე დიდი ოპტიმიზმი მე დავინახე სწორედ ომგამოვლილ ადამიანებში. ადამიანებს, რომელსაც ომი არ უნახავთ, ისინი ძალიან ესე ვთქვათ, არ არიან ისეთი ამბობენ, რომ ეს შეიძლება აღარასდროს აღარ მოხდეს, მაგრამ ომგამოვლილი ადამიანები, ვინც არიან, ის პროფესორები, ის მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვყავდა და გვყავს დღესაც, ეს ადამიანები არიან უწყვეტობის მაგალითი, ცნობიერი, ჩვენ გვართმევენ აფხაზეთს ცნობიერის დონეზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენში ახალგაზრდებს მე გავიზარდე იმერეთში. მართალი ბრძანა თქვენ მე არასდროს არ მინახავს სოხუმი, არასდროს არ მინახავს აფხაზეთი. მაგრამ აი ამ მოცემულობას საერთოდ არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ჩემს პროფესორებს ჩემში გაეღვიებინათ აფხაზეთის ჩვენი ისტორიული ტერიტორიის სიყვარული. და ასევე მინდა თქვა იმაზე, კი, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ არ არსებობს საერთო საცხოვრებელი, არ არის ხელშეწყობა დევნილების და ასევე აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანების რო თბილისში, სადაც უფრო ძვირია ცხოვრება, რომ მათ აი ბინის დაქირავება მარტო რაგის სტუდენტისთვის ეს ბოლო წლებში კიდევ უფრო რაფასები გახდა ჩვენ კარგად ვიცით ყველა. მოდი მაშინ მე მინდა მინისტრს ვკითხო ბათუმის ასე ვთქვათ უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში, თუნდაც თბილისის უნივერსიტეტში მარტო თბილისელები სწავლობენ, მარტო ქუთაისელები სწავლობენ, მარტო ბათუმელები სწავლობენ?
მე ძალიან ბევრი ვიცი ჩემი მეგობარი რომელიც წავიდა ქუთაისში სასწავლებლად წავიდა ზოგი თბილისში ზოგი ბათუმში წავიდა ეს საერთოდ რა დასაყოფია და ან სასათქმელია საერთოდ და მე იმ თვალსაზრისით ახლა ვამბობ რომ მე ყველაზე მეტი მაინც აქ მინახავს აფხაზეთი აქ მე არა მარტო ლექტორებმა არამედ ჩემო კურსელებმა გამასვლის იმყოფმა ადამიანებმა თქვენ დარწმუნებულობა ბევრჯერ გაქვთ მოსმენები მე პირველად ჩავფიქრდი ამ საკითხზე სერიოზულად როდესაც ერთმა სტუდენტმა მომიყვა როგორ უკითხავდა დედა ქართულ ლექსებს ძილის წინ რომ ამას ქართული წოდნოდა ჩვენ ასეთი სტუდენტები გვყავდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გვეყოლება კიდევ მადლობა თქვენი პათოსისთვის და მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებაში ვახსენო და ახლა ჩვენ მარტო თქვათ კოლექტივი მარტო თქვათ ნაკლები ყურადღებით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართ არა ვარ ჩვენ ჯერ უნდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ალბათ ხათუნა ვინც არიან ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრები იფიქრონ მარტო თავის სპეციალობაზე არა იფიქრონ ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ინტერესებზე თუ ვინმეს გონია იმ წარმოადგენლები რომ არიან 5 ფაკულტეტი და თქვენ გამგონი ერთია ორია ხომ არა ის ერთი ხო გადავიდა ის ხარისხის უზრუნველყოფის და ამოვარდა იქიდან ერთია თქვენგან და სხვაგან ორია, ანუ 9 არის და ნუ მოქმედი რექტორი. ჩვენ მიმართავ მათ. ცოტა მეტი ხმა ამოიღეთ და ის დადგენილება თქვენ ასევე სენატმა რომ მიიღო დღემდე 5 დღე არ დევს საიტზე და იურისტებმა იციან სხვების დანაშაულის ყურადღება ესე იგი აღნიშნა მაგრამ თვითონ უნდა იფიქრონ იურისტებმა რომ როცა დადგენილება სენატს და აკადემიურ საბჭოს მიღებული აქვს რატომ არ დევს სოხუმის საიტზე სოუედუჯიზე შეკითხვა ჩვენ სამწუხაროდ დრო ახლა მთავრდება და ჩვენი აი ესე იგი თავარი მაინც მოთხოვნა ბატონო თორნიკე არის ჩვენი უცვლელი მოთხოვნა რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად რადგანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს შემადგენლობაში ჯერჯერობით მუშაობს საქართველოს კონსტიტუცია სადაც წერია რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში არის იგივე მსგავსად დატოვონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმავე პირობებში არა დაბრუნებამდე რომელიც ჩვენ გვინდა არამედ დღეს ჩვენ კარგად გვესმის აი ხათუნა მოქმედი მემცნიერია რომ არსებული 24 საბაკალავრო 18 სამაგისტრო და 10 სადოქტორო პროგრამებს როგორც ყველა უნივერსიტეტში ზოგი ლიდერი პროგრამა ზოგი ჭირდება რა თქმა უნდა ეს მუშა პროცესია ამაზე ჩვენ თანახმა ვართ რა თქმა უნდა რომელ უნივერსიტეტს დაასახელეთ თქვენ რომ ყველა პროგრამაში ლიდერი იყოს და უზნაძე და ილია ვეკუა და ჯავახიშვილი კორექცია ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა ამიტომ ჩვენი თხოვნა არის ამას მიაქციეთ ყურადღება და ყველა ვინც არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსაკუთრებით თავმჯდომარე რომელიც ისტორიკოსია მაგრამ ესე იგი ყურადღებას არ აქცევს ამ პრობლემას მისას ავტორის თავმჯდომარე წაბრძანებულა იტალიაში როცა აგერ უნივერსიტეტს უხურავენ და ასე შემდეგ და ყველა აფხაზეთელი არააფხაზეთელი ვინც ფიქრობს და დარწმუნებული ვარ იმაში რომ აფხაზეთის გარეშე საქართველოს როგორც ქვეყანა ვერ შედგება ხოლო სოხუმის უნივერსიტეტი არის პირდაპირ და რეალური ბმა აფხაზეთში სახელმწიფოებრივი მშვიდობიანი აღდგენის შემდეგ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტი და ის არა დავასუსტოთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ ამ შემდეგ ხუთშაბათს ამ თემას და სხვა თემებს დავუთმოთ კიდევ დროს. ახლა დიდი მადლობა ბატონო ხათუნა, დიდი მადლობა ბატონო თორნიკე და ჩვენ იმედს ვიქონიებთ რომ ილია ვეკუა სიმონ ჯანაშიას აფხაზეთელი იყო ის უთხის შვილები არიან ღირსნი ომ გამოვლილები რომ საქართველოს ფორპოსტი როგორც იყო სოხუმის პედინსტიტუტი შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტი იყოს შენარჩუნებული
მადლობა მომავალი შეხვედრა